გამარჯობა, დღეს 4 აგვისტო 2025 წელი თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი და ტრადიციულად უკვე დადარიგის მთავარ სერჟანტ თორნიკე თვარაძესთან ერთად წარმოგიდგენთ ჩვენს პროექტს. მოგესალმებით, ასევე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, ჩართულობისთვის და იმ რჩევებისთვის, რასაც ვიღებთ გადაცემის შემდეგ და გადაცემამდე. აგვისტოში რა თქმა უნდა ისეთ პერიოდია რომ პირდაპირ ომთან დაკავშირებულ თემებს ვერ ავწდებით და დღეს ვისაუბრებთ გიორგი ანწუხელიძეზე. ჩვენს ერთგულ მაყურებელს ეცოდინება რომ გიორგი და თორნიკე მეგობრობდნენ, ერთად იმსახურეს, ერთად იყვნენ ომში, ერთად იყვნენ მისიებში. შესაბამისად, ასე ვთქვათ, თვითმხილველისგან მოვისმენთ მის შესახებ ინფორმაციებს. აქვე მადლობა ყველა ტრადიციულ მაყურებელს, ყველა მაყურებელს, რომელიც ვიყურებს, გვალაიქებს, კომენტარებს, პოზიციებს გვიზიარებს. ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დავიწყოთ პრინციპში საუბარი. ზოგადად რა ვიცით ეს გიორგი ანწუხელიძეზე, ხო? ყველას ალბათ აქვს ანახი საზარელი კადრები, სადაც მტერი ცდილობდა მის გატეხვას და ვერ გატეხა. რამდენიმე ადამიანს ნაწილს შეიძლება ნანახი აქვს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მასია გადაღებული და ძირითადად აი ესე რაღაცა გაფანტული ინფორმაციები ძალიან ზედაპირული. დავიწყოთ თქვენი პირველი შეხვედრიდან. სად შეხვდით პირველად, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ დამეგობრდით? ჯერ პირველ ეტაპზე ეს მოგყვები. კი ბატონო, პირველ რიგში დიდება ყველა გმირს გიორგისგან დაწყებული ყველა იმ ქართველს და იმ ადამიანს, ვინც საქართველოსთვის თავის გასწირა, ესე რომ ვთქვათ, სიცოცხლე დასთმო. დიდება მაცულებს და ისე ყოფილიყო, სადაც დავით არ მინდა გამომიდეს, მაგრამ მათი ჩანაფიქრი რაც იყო და რისთვისაც გასწირეს თავი, აუცილებლად მაგ მიზნისთვის სიარული, ესე რომ ვთქვათ, არ გაგვეჩერებინა საერთოდ. კითხვას რა დავუბრუნდეთ, საიდან პირველ გაცნობის დღე, ანუ 2005 წელია, კარანტინის პერიოდია, ვიკრიბებით პირადად შემოდგება, რომ რაღაც გადანაყოფით ჩამოვაყალიბოთ და მე ვარ არაჯარში ნამყოფი, საერთოდ შეხება რო არ მქონდა საკონტრაქტოზე მივედი, დამხვდა გიორგი და დანარჩენი დამხვდა ერთად მივედით პრინციპში. შეიძლება დამხვდა კიდეც არ ვიცი. Ну, ყოველ შემთხვევაში, პირველ დღეს, აი დილით რო გავიღვიძე, საღამოს აღარ მახსოვს არც სახეები არაფერი, მაგრამ საღამოს რო გავიღვიძე, მახსოვს რომ იაგო კვიციანი მე მეორე სართულზე მეძინა, იაგოსაც მეორე სართულზე პირველზე ეძინა. გიორგის იქეთ უკვე მეორეზე აღარ მახსოვს, მაგრამ გიორგი აი ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რა, მეორე სართულიდან აზარმაში გიორგი პირველი სართული და დილიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ესე ვთქვათ. ნუ შეამჩნია რომ მე არ ვიყავი, ანუ ჩვენ ვერ ხვდებოდით ხა წარმოგიდგენთ პირველად ჯარში ნამყოფები, საერთოდ არ ვიყავით და პირველად მივედით. რატო ყვიროდნენ ეს სერჟანტები, რა უნდათ, რატო გავრბოდით ჩქარა, რატო ჭამდით. მას რაღაც გამოცდილება ჰქონდა, ხო? მე არ მქონდა, გიორგის ჰქონდა, გიორგი იყო სავალდებულოში ნამყოფი და ნუ აშკარად ეთყობოდა რომ ისეთი იყო რა, ნავარჯიშები ეს კუნთები და ჩვენც ახლა მე სპორტსმენი ვიყავი მანამდე, მაგრამ ნუ გიორგის აშკარად ისეთი იყო და სხვა საერთოდ არ ნერვიულობდა, ხო, თან არ ნერვიულობდა, რომ რაც ხდებოდა თითქოს იცოდა როგორ უნდა წასულიყო და მე ამას მივხვდი და მითხრა კიდეც და მეუბნებოდა რომ არ ნუ გეშენია ყველა ეხა ეს კარანტინია სპეციალურად ამაშვებიან, ესე ყვირიან, არ გვაძინებენ და მე ჩვეულებრივად დაიწყება და ნუ მივხვდი რომ ეს იყო ჯარში ნამყოფი, ამასთან მიმდებოდი. ჩვენი პირველი მეგობრობის ნაბიჯები აქედან დაიწყო, ესე რომ ვთქვათ. ნდობით ავიჭურვე და ჩვეულებრივად რა ეხა ჩვენ მან დავფიქროდით რომ გიორგის რამე დაიმართებოდა, გიორგი შემდეგ გმირი იქნებოდა, ან მე რამე საერთოდ ჩვეულებრივად ცხოვრობდით, ჩვენი გასაჭირი ჰქონდა, ესე რომ. ხო, პირველი ესეთ მტკიცე ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს მეგობრობაში, როცა მაშინ კარანტინის პერიოდში განაწილებენ ხან შეკრიკად ხარ, ხან მორიგე ხარ, ხან შემოსასვლელში ხარ და რაღაც გაბარია ქვედან ყოფ ესე რა ვთქვათ, განწეში ხარ რა, განაწეში.
და მე ვიყავი შიკრიკად აი ესე ჩვენი ყაზარმიდან შორს და გიორგის დამ მოიტანა ტკბილეულობა რა რაღაც ესე მოიკითხა მშობლებს მოქონდათ ხოლმე ან ну მაშინ პატარები ვიყავით რა 18 წლის ბიჭები და გოგოებიც იყვნენ სხვათა შორის და გიორგის დამ თუ არ ვცდები ხათუნამ ან შეიძლება არ მახსოვს მე მგონი ხათუნამ მოიტანა ეს მოიკითხა რა ხო და ისე მოხდა რომ მე რო არ ვიყავი მთელი დღის განმავლობაში ეს რა თქმა უნდა ნაწილად გაუნაწილა იქ ვისაც და რამდენსაც ეიყო და მე რომ მოვედი ну ხშინ შაქარი და ტკბილეულობა ძალიან უშვიათი საერთოდ არც იყო მით უმეტეს კარანტინის პერიოდში და მახსოვს ესე მოსაწევში კურნილკაში ამოიღო 2 ცალი დასანახად რა ანუ ერთი ის რომ მას ჰქონდა და მეორე მე და აი ესე გავიცანით ერთმანეთს მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ის შემინახა და რაღაცა მეგობრულად მომაწოდა ეს ტკბილი და არ დამივიწყა არ მივხედავთ იქ არის ხო რა და მან მივხვდი რომ აი რაღაც პატარა ტკბილსაც მნიშვნელობა ქონდა და ყურადღებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა და საჭირო იყო და ნუ ეს ჩემთვის მაგალითი იყო შემდეგ ნუ განვითარდა იმით რომ ხო ანუ მე ეხლა მოდი გადავიდეთ ვარჯიშების პერიოდზე, წვრთნის პერიოდზე, როდესაც რაღაცა ფიზიკური დატვირთვები იზრდება. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მას უკვე გარკვეული გამოცდილება ქონდა და შენ ახალბედა იყავი, თუ ქონდა რაიმე რაღაც სამაგალითო გულისხმობ, რომ აი განა რაღაც სიტყვიერად გეტყოდა რაღაცას დაგარიგებდა. არამედ ქმედება, რასაც შენ დააკვირდებოდი და მიხვდებოდი, რომ აი ეხლა აი მისი გამოცდილებიდან ეს რო გითხრა, აი ეგ ურთიერთობა. პირველი ვესროლებზე ჩანს ეგ ყველაფერი, ანუ ვისაც მე საერთოდ არ მქონდა იარაღთან შეხება მანამდე, მით უმეტეს ავტომატი აროს არ მისვრია. და გიორგის ქონდა შეხება და ნუ იქ სავალდებულოში ხო იცი მაინც გასწავლიან დაშლა აწყობას და ეს ვინც იცოდა ცოტა ჩანდა და იჩენდა კიდეც თავს რომ აი მე ვიცი როგორ სწრაფად აწყობ და ან თვითონ ამ შემადგენელი ნაწილების სახელები და ესენი ამით ხდებოდა რომ გამოსრება თვითონ ამ სროლებზე ეტყობოდა უკვე რომ აი დაუშვათ უკეთესად ისროდა ვიდრე მე და მე ერთმანეთს ვეწეოდით და უთანაბდებოდით ესე რომ ვთქვათ გამოცდილებით უკვე ეგ აი მაგაში ჩვენ ხა დიდი სავალდებულოს რაც შეეძლო ალბათ მაგ გამოსწრებით კი ჩანდა მისი უპირატესობა აშკარა იყო პრინციპში. შემდეგ უკვე იყო პირველი მისია, ხო, როდესაც რაღაც საბრძოლო გამოცდილება პირველი ერთად ჰქონდათ ერახში. ეგ ამბავი რომ გაიხსენოთ, თქვა აი იმ ეპიზოდში როცა საერთაშორისო მისიებზე ვსწავლობდით, თქვი რომ გადახედეთ შემდეგ გიორგი მეთმანეს და გაასწორებს წავიდეთ. ეგ ვიცით. მე გაასწორა რომ წახვედით, ანუ იქ რა გამოცდილება ჰქონდათ, თქვა ამ მისიაში დამოკიდებულ ურთიერთობაზეც რომ მოგვიყვა. ხო აი გავიმეორებ, ანუ გიორგი ჩემგან იდგა მარცხნივ, სულ ჩემზე მაღალი იყო ოდნავ და ანუ შერჩევით ესე, წინ ვიდექით მაღლები და მე ვიყავი. და ნუ ხშირად გვიწევდა ხოლმე რა, პრინციპი პირველი იყო, მე მეორე რიგში ვიდექი და ხშირად გვიწევდა ხოლმე საუბარი ერთმანეთში რაღაცა თუ არ ვიცოდით, ან მოკლედ მეზობლები ვიყავით, გვერდგვერდ და ხშირად საუბრობდით ერთმანეთში. და ხო პირველი ჩემი კითხვა, იმიტომ რომ მე წარმოდგენაში ერაყი კი მსმენია, მაგრამ არ ვიცოდი რა ხდებოდა, ну რაღაც საერთოდ არ იყო ეს ჩემთვის საინტერესო ესე ვთქვათ მანამდე, არ დავინტერესებოდა სავარაუდოდ არც მთლიანობაში საინფორმაციო დატვირთვა არ ქონდა რა საქართველოში და ну გიორგი იმიტომ იცოდა რომ მე როგორც მახსოვს ჩემი სიძი არისო ერაყშიო და მაგრად გაგვისწორდება, ну ეს მახსოვს და წავედით მაშინ რა ეგ იყო რა ყველაზე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამოსწრება საბრძოლო ხო რომ იქ უკვე ვინც იცის რომ წავედით და გიორგი რაღაცნაირად ეს სულ მხიარული სულ სიმღერის ხასიათზე თუ არა და მოსმენის ხასიათზე და არავისთან ესე კონფლიქტური ადამიანი არ იყო, არავისთან არ ჩვენ მქონდა ეხა რაღაც ჩვენი ბიჭობის პერიოდი 18-19 წლის დამტკიცების ხო რომ რაღაცა 19-ის გავხდი ერახში ხო წარმოიდგინე რომ ისეთი ადგილია რა თან შეგიძლია წარმოაჩინო თავი და მოკლედ გიორგის არასდროს არ ქონდა თუმცა მე და გიორგის ქონდა რაღაც კონფლიქტი ერთმანეთში სადაც უფრო მე მქონდა რაღაც ესეთი და დამითმო ესე რომ ვთქვათ აი ესე უფროსი ძმასავით მოგვიყევი მეტი რა ხდებოდა არაფერი განსაკუთრებულ რაღაცას შევაპარაკდით
და იქვე გავცივდით დავაწყარეთ სიტუაცია სხვების ჩაირვნენ უბრალოდ ესე მეგობრა მაგ მომენტიდან უფრო მეტად დავზმაკაცე პრინციპი რაღაცას მეუბნებოდა რჩევას მაძლევდა და მე არ მივიღე რა მეთქი აი შენ რას მასწავლი და ეგ იყო ეგეთი ვარიანტი ადამიანზე ერთ-ერთ ადამიანზე რომელთანაც ზმაკაცობდი მეუბნებოდა რომ რაღაცები შეეშალა შენთან მიმართებაში და მე ძალიან მეწყინა რომ აი ესე დაუსაბუთებლად როგორ შეგიძლია და ნუ მართალი აღმოჩნდა მთლიანობაში ხო და მოკლედ აი როგორ იყო ის იყო დღის მე ვიყავი დღის მენაში ეგ იყო ღამის მენაში თენი ღამე იყო checkpoint-ზე აი მე 18 checkpoint რო ვახსენე მე ის თავის ათეულთან ერთად ათეულის მეთაური იყო მეც ათეულის მეთაური ვიყავ თავის ათეულთან ერთად რომ მოვიდოდა ხოლმე ანუ მოდიოდნენ აი ყიჟინით და აი ეგრევე მუსიკებს ჩართავდა ხოლმე და ყვიროდნენ, წიოდნენ, ხმაურობდნენ, გვაღვიძებდნენ და არ მოგწონდა ეს რა თქმა უნდა და სულ ისინი ბედნიერები მოდიოდნენ რომ იძინებდნენ ჩვენ უკვე დაღლებ მივდიოდით და აი ესე ვწდებოდით ხოლმე რა დღე და ღამის იმაში მე რაღაცნაირად გადავცვალეთ მე მგონი მე ერთდროულად გავდიოდ სვადი იყო რა ეს განაწესები და ორიგეობები და ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად უფრო შემრიგებელი ადამიანი იყო რა აი კონფლიქტური არისო და პლუს თუ სადმე რამეს გაიგებდა რომ ვინმე მიჩხუბა ყოველთვის მის ტექსტი იწყებოდა რომ აი ჯერ ან სად ვართ ბიჭებო ჩვენ ოჯახები დატოვებული ყავს და აქ ეხა ჩვენი ჩხუბი არ გამოვა რა და მოდი ვილაპარაკოთ და შევრიგეთ აი ეს იყო გიორგის სტილი და თუ ჯარში არ ვიყავით პატარა ერთი დღე მაინც გამოგჩნდებოდა წავედით დავლიოთ ცდილობდა რომ თავისთან წავიყვანე ყოველთვის მე და ჩვენი მეგობრები და ნუ ისე აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ჩემთან მოდიდნენ მე მიყავდა ხოლმე აი ეს ვიდეო რაც არის გადაღებული ჩვენი KP-ის ფილმში შენგელის ფილმში მან ჩემეზოში KP-ო და ძალიან უყვარდა ეს უფრო დალევა კი არ უყვარდა ეს ურთიერთობა ჩახუტება რასაც ქართულ სუფრას აქვს რომ რაღაცა დავждეთ ვისაუბროთ დავლოცოთ აი ეს უყვარდა ძალიან ანუ ამით ჩვენი სუფრისთელი არსი ხო არ არის იმაში რომ გატყურე ასე ამაში დაждდე ილაპარაკო რაღაც გამოცდილება გაუზიარო ემოციები გაუზიარო რაც უფრო თრებოდა მე უფრო საყვარელი და უფრო მეგობრული იყო და აი არ არის მე არ ვიცი მართლა იმიტომ კი არ ვიძახი რომ გიორგი რა კაი სინთვრალი ქონდა ანუ ხო ძალიან კარგი სინთვრალი ქონდა და ანუ არ არსებობდა მე არ მახსოვს ადამიანი ვისთანაც ვინც ამ გიორგიზე ყოფილიყო და რაღაცა კონფლიქტში დარჩენილი ყოფილიყო რაღაცა გაუგებრობა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში ჩხუბი მოუვიდათ ბიჭებს და ცოტა ხანი მოუწია ერთ-ერთს ესე ვთქვათ მოხსნა მორიგეობიდან და ესე იგი არ მოშორებია რა მიხვდეთ მისა რომ მის მეგობრებთან მოვიდა ჩხუბი და შეეძლო საერთოდ კონტაქტზე არ გასულიყო ანუ არ მოშორებია მოქონდა საჭმელები თუ იმე გაცივდებოდა აი ესე მოქონდა ხოლმე სასაძილოდან საჭმელები და რძე წვენი რა ყველაფერას მოხდა ხელს გრძელი ხელები ქონდა ესე და მოქონდა დაუწყობდა ხოლმე და ულიდა რა ანუ ეგეთი ადამიანი იყო და ყველა არ იყო ეგეთი ხე იმიტომ ვიძახი რომ განსაკუთრებული ტიპი იყო აი ხარ ასე ჩვენ ყვები რაღაცნაირად ბუნებრივი ლიდერის ტიპაჟი იხატება რა ანუ მზრუნველი ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი ხო ანუ აი ეს როგორ ფიქრობ ეს იყო მისი ხასიათის თავარი თვისება და ეს ჯარმა ჩამოუყალიბა თუ ესეთი ადამიანი იყო ზოგადად თუ უბრალოდ ჯარში ესე უნდა ყოფილიყო და ცხოვრებაში სხვანაირად აი როგორ გითხრათ ფიზიკურად ხო დიდი იყო ისედაც ანუ ესე რომ თქვა არ ჭირდებოდა არაფრის დამტკიცება რომ რაღაცა აი ხო არისო დავუშვათ რაღაცა ამტკიცებს რომ აი მე ვერ საერთოდ ეგეთ რაღაც არ გააჩნდა კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა რაც უნდა სერიოზული სახით გენახა იყო რაღაც აი ძალიან დამთმობი ადამიანი უყვარდა რომ აი სხვებზე მიეცა რჩევა დარიგებები უშუალოდ მასთან ყოფილიყო გაჭირების დროს და აი როგორ გითხრა რამე საწყენი რომ ყოფილიყო არ გაგზნობინებდა რომ ეწყინა და ბევრს არ დაგელაპარაკებოდა მაგაზე ესე რომ ვთქვათ რა მართლა ეგეთი ადამიანი იყო და საერთოდ აი ხო არიან ადამიანები რომ აი არ გინდა არავის ნახვა მაგრამ ნუ იმ ადამიანს დაელაპარაკები და ასე შე. ეგეთი ადამიანი იყო ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის.
არაფერი აი ზარმაცობაც არ მახსოვს მისგან რომ რაღაცა ეთქვას რომ აი რაღაცა მოდი დღეს არა სულ იყო მზად, სულ იყო კეთილი რო გითხრა რომ ეხა აი ინიციატორი იყო რომ მოდი რაღაცა ეხა წავიდეთ და ესე არ იყო, მაგრამ სულ იყო მზადყოფნაში და სულ უყვარდა ვარჯიში მაგალითად. დარბაზში ნახავდი, ხშირად არა, მაგრამ უყვარდა ვარჯიში, ესე ვთქვათ. იქ მოაწყო დარბაზი თავის რაღაც მოწყობილი იყო, მაგე თავის კუთხე მოაწყო და ის უყვარდა რა ხელების ვიზუალზე ვარჯიშობა ხუმრობდა ხოლმე ამაზე და მოკეთ ეს მახსოვს. ვარჯიშის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ თორნიკეს ჰქონდა ინიციატივა გიორგი ანწუხელიძე ვარჯიში და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მანამდე გავაგზავნოთ, ასე ვთქვათ, მივყვეთ კარიერულად მის ცხოვრებას. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწერეთ არხით თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ვიდეო და ლაიქეთ, გავაზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. პრინციპში მისიების შემდეგ უკვე მოგიწიათ საქართველოში ომში ჩართვა. ეგ ამბავი რომ გაიხსენო, როგორ იყო ერთად წახვედით თუ ცალ-ცალკე იყავით, ანუ და კიდევ ის იყო 10 მეთაური და ომში რა პოზიციაზე იყო და ანუ როგორ მოხდა მოკლედ თქვენი ომში ჩართვა? კი, ომის ანუ ერაყის შემდეგ როცა ჩამოვედით სენაკში ვიყავით დაახლოებით 1 თვე და 1 თვის მერე გაგვიშვეს შეგულებაში კარანტინი მქონდა, ჩაკეტილი ვიყავით ესე ვთქვათ. და თუ სწორად მახსოვს ითხოვა მისი ნათესავი სქორწილში წასვლა, არ ვიცი, არ მახსოვს ვინ იყო და არ უშვებდნენ მოკლედ. მე რაღაცები იქეთ თხოვეთ, თვითონაც ვიღაცებს თხოვა და მოკლედ გაუშვეს ერთი დღით, ანუ დილით უნდა წასულიყო და საღამოს უნდა მოსულიყო რა. ანუ სენაკიდან კახეთში ჩახვიდე. თელი დღე გავიდა. ქორწილში ხო, ანუ არარეალური და თვითონ მეთქვა რომ უეჭველი დავაგვიანებ, ანუ ჩვენში და ხელმძღვანელობას ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ოცეულის ეროვნს ვთქვა რომ ხო იციო რომ უეჭველი ვერ მოვალოთ, ანუ რავი, ხა ვინ გამომიშვებსო. და მოვიდა ის დღე არა და მე მგონი მეორე დღე საღამოს, ანუ ლოგიკურ დროში მოვიდა რა და ნუ რა თქმა უნდა ამბავი აი ის კავშირზე იყო რა თქმა უნდა, ცოტა ნასვამი მოვიდა და მოკლედ კანტესის მიხედვით ეკუთვნოდა ესე ვთქვათ დასჯა. იმიტომ რომ არ დაემორჩილა წესებს და მაშინ ჰაუბახტი იყო, ჰაუბახტი რა შეძახდნენ არც მინდა არ უხდებოდა ქართულ. მე არა, გიორგი წავიყვანა. ხო და მოკლედ მე როგორც მახსოვს მაშინ ოცეულის ეროვნის მეუღლებას ვასრულებდი თუ რა ეს ოცეულის ეროვნი არ იყო, რაღაც იყო, მოკლედ არ ვიცი რატო დამავალა საერთოდ. მახსოვს მაშინ რაღაც ბრიტანული მანქანები რო არის დეფენდერები. მაგაში სპეციალურად მოწყობილი მანქანა იყო, სადაც თითქოს პატიმარი უნდა გადაგვეყვანა და გიორგი უკან დავსვი, ძღოლი მე და წავედით ფოთში იყო მაშინ გაუბახტი და ორივეს გვეძინა გზაში და რო უახლოვდებოდით გიორგი მითხრა რომ იქნება ანუ ისე არ შემიყვანო ეხლა რომ ზღვაზე არ ვიცურავოთო და გადავედით სამივე მძღოლმა მე და გიორგი პატიმარი გადმოვიყვანეთ ვიცურავეთ კარგად საღამომდე და ესე სველი შარვლით შეუშვი გიორგი 100 დღეან პატიმრობაში 10 დღე ერთო რა ამბავი ანუ მე როგორც მახსოვს 10 დღე იყო სავარაუდოდ ეგრე იყო ახლა 2 დღისთვის არავინ არ წაიყვანდა და მახსოვს აი ეს მაგის მერე მე ანუ რა თქმა უნდა გამოვიდა მე დაბრუნდა ქვედანაყოფში მაგრამ მე რაღაც ფიზიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე ნუ ამ მიზეზით წავიდა წავიდა ჯარებიდან წავიდა ჯანმრთელობის გამო არ მახსოვს რამე თუ მართლა ჭირდა ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი წასვლის და შეიძლება უბრალოდ წასვლა უნდა არ მახსოვს მაგრამ როგორც ვიცით ერთ თვეში უკან დაბრუნდა უბრალოდ ჩვენ ქვედანაყოფში ვერ დაბრუნდა იმიტომ რომ ნუ ვერ გაძლო რა უყვარდა ეს საქმიანობა და დიდად ხა საქართველოში მაშინ რომ ესე ყველგან შეგვიძლია ხო რა ამ გამოცდილებისა და ხო ამ გამოცდილებისა და დაბრუნდა მიიღეს მე მგონი მეოთხე ბრიგადაში თუ არ ვცდები 51 ბატალიონში და ჩვენთან კავშირზე იყო რომ უნდა მე თვითონ ჩვენთან ისევ დაბრუნებულიყო მაგრამ ნუ მოხდა არ მე წეგან ერთ თვე ვახსენე არ ვიცი ერთ თვეში დაბრუნდა თუ არა იმიტომ რომ მე ზუსტად მაგ პერიოდში მომიწია მე ამერიკაში წასვლა
კურსებზე ვიყავი და დიდად ესე კონტაქტიც არ მქონდა ესე ვთქვათ. მაგრამ გავიგე რომ დაბრუნდა ისე ჯარებში და აი მე რო ჩამოვედი ამერიკიდან, მაშინ 3-ში ჩამოვედი, 7-ში უკვე იქ ვიყავით, სადაც ომი იყო და ანუ 3 აგვისტოს დაბრუნდი ამერიკიდან და 7-ში უკვე მოგიწია 3-ში დაბრუნდი ამერიკიდან მივედი შვებულება ავიღე 4-ში 5-6-ში უკვე დამირეკეს რომ გადანაყოფში გამოცხადებულიყავი სენაკში ვიყავი და ნუ 6-ში უკვე ანუ 7-ში გამთენისას არა 6-ში უკვე ბაზაზე ვიყავი როგორც დამირეკეს მაშინვე წავედი მარტო მივდიოდი იქეთ მიმართულებაზე და 7-ში უკვე პრინციპში უკვე მზადყოფნა იყო გამოცხადებული თუ ხო რა 7-ში გამოცხადებული იყო და უკვე იქ ვიყავით თორნიკეს ომის თავგადასავალს ასე ვთქვათ შემდეგ ეპიზოდში შემდეგ ორშაბათს შემოგთავაზებთ დღეს ახლა გავაგრძელებთ ისევ გიორგიზე საუბარს თუ გადაიყარეთ ერთმანეთს ომში თუ შეხვედრილ ხართ ან რამე ხაზზე თუ იყავით რა იცი ასე ვთქვათ ის როგორ ჩაერთო ომში და ან მისი ომის შესახებ რა ინფორმაციას ფლობ არაფერი მაშინ პერიოდი ისეთი იყო რომ არ იყო რაღაც ეს ჩატები, მიმოწერები, იყო რაღაც საერთოდ ტელეფონები რატო იყო იქ ომში თან გიორგის კი არა ერთმანეთში ქვედანყოფებთან არ ჰქონდა კავშირი ვერ ჰქონდა ხშირ შემთხვევაში და საერთოდ მშობლებთან და ოჯახისაერთთან ვერ ჰქონდა შესაბამისად მე არ იყო ჩემთვისაც საერთოდ ჩემი მან მოხვედრაც ისე იყო უცებ ერთი რეალობიდან მეორე რეალობაში მოხვდი და მეორე რეალობიდან მეორე დღესვე საავადმყოფოში დაჭრილი ვიწექი და ანუ რაღაც ისე მოხდა რომ აი საავადმყოფოში მახსოვს ერთი ან მესმოდა ხოლმე რა ესე შემოდიოდნენ მსუბუქად დაჭრილები ჩვენ გადავდიოდით ერთმანეთთან ნახულობდით მე უკვე როცა შეგვეძლო როდო გავიგებთო ჩვენი ქვედანაყოფის წარმომადგენელი სადმე რომელიმე პალატაში იწვა და მაშინ გავიგეთ რომ აი გიორგი გარდაიცვალა. ამიტომ რომ ჩვენ შენ დაჭრილი ყავ როცა გაიგე. მე დაჭრილი ყავ როცა გავიგე რომ ნუ გიორგის ვერ ნახულობენ რა. ანუ გიორგი არ არის სავარაუდოდ გარდაიცვალა, ან ტყვედ არის და ნუ ეს ორი ვარიანტი ჩვენთვის არც ერთი ვარიანტი არ იყო მისაღები და არც ეს არ ვიფიქრია ამაზე, ნუ ვიდეოს გამოჩენამდე, ვიდეო რო გამოჩნდა. გახსოვს როდის ნახე პირველად ვიდეო? ვიდეო ძალიან გვიან ნახე, დაახლოებით 1 წელი ვერ ნახულობდი. უბრალოდ იცოდი ინფორმაციას. ვიცოდი რომ იყო და ვიცოდი ან თითქოს რო უყურე წარმოდგენაში მქონდა რომ ნანახი მქონდა, იმიტომ რომ უკვე იმდენჯერ მოვისმინე რომ აი ეს დეჩემისგან გავიგე პირველად რომ აი როგორ ცუდად ტიროდა, როგორ საშინად, იმიტომ რომ იცნობდა გიორგისაც ჩვენთან ხშირად მოდიოდა ხოლმე და ეს რა თქმა უნდა ცუდი ამბავი იყო, საშინელება იყო მოსასმენათაც რთულად გადასატანი და მე რაღაცნაირად მე თვითონ მოვინდომე რომ მენახა რომ თითქოს რაღაც გაბრაზება იმდენად აღარ მქონდა და მინდოდა რომ გაბრაზებულიყავ. მე თვითონ ქაოსი იყო თუ გახსოვს მაგ პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი გიორგის გარდა ძალიან ბევრი თანამებრძოლები დაჭრილები, დაღუპულები, ბევრ ამბებს ესე ცუდს გებულობდით და ზოგადად აი ესე ვთქვათ სამძიმარი იყო მთლიანად ესე რომ ვთქვათ ქვეყანაში და წუხარება და გიორგის ვიდეო მე თავიდან დაიწყო ტალღა და გაბრაზება წამოიღო ესე ვთქვათ მე მგონი მოგვიანებით გამოჩნდა ეგ ვიდეო არ მახსოვს ზუსტად არ ვიცი უპასუხე თუ რა კითხავს კი იცი ზოგადად ახლა ნათქვამი გაქვს კიდევ ასე კიდევ ერთხელ რომ ანუ ვთქვათ ცოტა უფრო შევაჯამოთ როცა მსახურობ ალბათ არ ფიქრობ იმაზე რომ გარდაიცვლები ხო და არ გაქვს წარმოდგენილი შენი თავი გმირის როლში მაგრამ მაინც რა ანუ როგორი ემოციაა საერთოდ რა როცა აი რაღაცა შენი მეგობარი ვისთან ერთადაც გიმსახურია, გიბრძოლია, მე ესე დაიღუპა და რაღაცა გმირის მეგობარი, რამე ტვირთი არის ზოგადად. კი, არის. ხშირად მიფიქრებ სხვათა შორის აი ესეთ მომენტებში, როცა უნდა ვისაუბრო გიორგიზე, მაშინ მანამდე ვფიქრობ ხოლმე. ვფიქრობ რა მაშინ ვიაზებ თუ რა მხოლოდ ტვირთია. და პერიოდულად რა თქმა უნდა, თუმცა ეხლა სულ მაგაზე ვფიქრობ თქო ვერა, მაგრამ ყველა ჩემს შეცდომაზე ან საქციელზე ეგრე არ არის.
ალბათ უფრო როცა შვილი ხარ ან ოჯახის წევრი ხარ, მაშინ უფრო ხშირად გააქვს ეს პასუხისმგებლობა, გინთებს ესე რომ ვთქვათ, რომ ღირსეული ადამიანის მეგობარი ან ოჯახის წევრი ხარ და უფრო ღირსეულად გმართებს მოიქცე. მე უფრო ერთხელ ვისაუბრე ამაზე, ორი ადგილი მაქვს გიორგის თამემართებაში, ერთი როგორც მისი მეგობარი, უფრო თანამებრძოლი და ესე ვთქვათ, მე მეგობარი და ძმაკაცი და ჩვეულებრივი ქართველი, რომელსაც ყავს ეროვნული გმირი. ანუ მე რო ეხა სადმე მოვხვდე ადამიანებთან წრეში, სადაც გიორგის ან სადღეგრძელო სიტყვიან ან ახსენებენ, მე ხა ეგრევე მე ვერ წამოვხვდები და აიცით გიორგი ჩემი ძმაკაციო, ხო? უნდა მივიღო ისე, როგორც მიიღებდა სხვა ვინც არ იცნობდა და მეც უსმენ ხოლმე და თუ იმე რამე სიტყვის ხოლმე მეც უსმენ, არ ვამბობ ხოლმე ესე რომ თუ არ მიცნობენ თვითონ რომ აქედან რაღაცეებიდან გამომდინარე უკვე ვინც გიორგის ფილმი ნახა ან რაღაც ვარჯიშის ამბავი იცის, უფრო შენ ძმაკაცია ხარ, ცნობენ. მაგრამ და მეორე ვარიანტი რომ აი გიორგის ვინც ცნობს, ან ცნობს ახლა ისე მინდა ვთქვა, რომ აი ვინც იცის რომ მე და გიორგი ერთად მოვდიოთ აი შენ მაგალითად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამაჩნია, მე უკვე რომ არ შემიძლია უღერსად მოვიქცე, ვადა რავი ხა არ შემიძლია. რამდენჯერ რა მიფიქრე იცი ხა ჩვენ ქვეყანაში დღეს ძალიან ბევრი რუსები არიან. უკრაინელებიც არიან, რუსებიც არიან, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ რუსები ძალიან ბევრნი არიან. ერთ-ერთი ჩემი მეზობელია და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მეგობრული და ხშირად მიფიქრე მოუყევი რა, ეს თავიდანვე უთხარი მეთქი ეს გიორგის ამბავიც მოუყევი და თვითონაც ჩაეძიე ესე რომ ვთქვა და ხშირად მიფიქრია რომ აი მეთქი უნდა ვემეგობრო საერთოდ ეს და ანუ ხოდები თან არ მინდა რომ რაღაცა რადიკალიზმში გადამივიდეს ხო რაღაც გააზრებულად, გაანალიზებულად რაციონალურად უდგები ამ საკითხს. თუმცა აი რაღაც ეგეთ მომენტებში ვფიქრობ, რომ მე ისეთი რამე არ გავაკეთო, რომ მე არ თქვან, რომ აი ბიჭო გიორგის მეგობარს ეგ არ გეკადრება რა. ხო, ესე რომ და ეს პასუხისმგებლობა არის რა. რო ელაპარაკი ამ შენს მეზობელს რა რეაქცია ქონდა რა? რამდენად ადეკვატური იყო, რამდენად გაანალიზა? კი, ადეკვატური იყო საკმაოდ და ხო იცი ხე როგორც არის, ვერ გაიგებ ხე. კი, შეიძლება გაიგო და მიხვდე თამაშობენ თუ არ თამაშობენ, მაგრამ მე აი კონკრეტულად ჩემს მეზობელზე რო ვისაუბროთ, ესე იგი საქართველოს წამოვიდა, იმიტომ რომ არ უნდა წასულიყო ომში. ანუ ომში წასვლა რო არ დაეძაბებიათ, სავარაუდოდ არ წამოვიდა. ჩვეულებრივ რუსეთის მოქალაქეა, რუსია ბიზნესმენია, თავის პატარა საქმე აქვს და იმას საქმე აქვს. ეს მიიღო ჩვეულებრივ როგორც ადამიანური, ანუ არ ამგონია რაღაცა, ის არ უთქვამს რომ უიბოდიში რომ მე რუსი ვარ, ანუ ეგეთი რაღაცა არც უთქვამს და არც მქონდა მოლოდინი. უბრალოდ როგორც ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყვებოდი, ცოტა უფრო მეტი სიმძაფრით რომ მოუყევი და მიიღო ისე როგორც უნდა მიიღო ალბათ რა და მე კმაყოფილი ვარ ასე ვთქვათ მაინც. რუს მეზობლებზე რა ვთქვათ, როცა პარლამენტის შენობაში de facto ხელისუფლება ან ძალაუფლების მქონე ადამიანი ამბობს, რომ ანწუხელიძე გარდაიცვალა ვიღაცის პიარისთვის. ეგრო გაიგე შენს ემოციებზე კომისიის ხომაზე ამას წინათ ქონდა საუბარი და იგივეს გავიმეორებ, იმიტომ რომ იგივე კითხვა იყო. როგორ არის იცით? დავაკვირდი რა, ბევრჯერ მოусმინე. შევეცადე რომ ანალიზი გამეკეთებინა. მე არ მიმაჩნია რომ ქალბატონი რაღაც ისეთი სულელი ქალბატონია, რომ ეგ ესე უბრალოდ ადგა და თქვა. რა თქმა უნდა რაღაცას ემსახურება, ბევრი აზრი მომივიდა რომ იქნებ გვაჩვევენ. ისიც ვთქვი რომ დავუშვათ რამოდენიმე წლის წინ საერთოდ გმირების სახელით სპეკულირებასაც ვერ გაბედავდა ვერავინ, დღეს უკვე სახელებით სპეკულირებენ. ანუ თან ისეთი ადამიანები ვიღაცას აი უგუნურს რო ეთქვა, რაღაც თავის სარგო სიტყვას მივაწევდი ან აზრს გამოხატავდი, მაგრამ ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ეს ქალი არ მგონია მე გაუნათლებელი ან ასე რომ თქვა არ იცის რა საკეთებს და ჩავთვალე რომ სპეკულაცია იყო, ჩავთვალე ან ისეთი რაღაცა იყო, რასაც ესე მინდა ვიფიქრო რომ ქართველი ქალი რომელიც თავის აზრში ესე გადმოგცემს ყოველ შემთხვევაში რომ ქართულ საქმეს ემსახურება,
ვიტოვებ იმის ადგილს, რომ ვიფიქრო, რომ იქნებ მე ვერ ხვდები, რას ემსახურა მის ნათქვამს. თუმცა მე არ მომწონს, რა თქმა უნდა. და არ მომწონს, როცა ამბობ იმას, რო გავიგე და მაქსიმალურად შევეცადე ანალიზი გამეკეთებინა, არ გაუბრაზებულ ვარ. და სწორად მინდა გადმოცე ეს ყველაფერი, რატო არ გაუბრაზებულ ვარ. შევადარებ, აი ჩემს ესა ცხოვრობი გამოსახვევში ესე რომ ამოდიხარ, რა თქმა უნდა ხშირად ხვდება და ხშირად გზზე ხვდება უკვე საქართველოს და თბილისში განსაკუთრებით გიორგი ანწუხელიძე. და ხო და გასაკვირიც არ იქნებოდა, ჩემს სახლთან ამოსახვეს ეს დიდ კედელზე მრავლად ესე არის გიორგის სახელი და რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო. და ეს რამოდენიმე დღის წინ რო ამოუხვიე, ეს ხარაჩუები იყო და სავარაუდოდ ფასადს ღებავენ რა და რაღაცნაირად აი გული დამწყდა რომ ვეღარ შევხედავდი აქ რა რო ეწევა. მე ვიფიქრე რომ ანუ იქნებ რავი ადამიანს არ უნდა რო ეწეროს და მე მაგაზეს გაუბრაზი რას ხო და ორი ადამიანი ებრძვის და ის აზრი რომ დაუშვი რომ შეიძლება საერთოდ ქართველი არ არის თქო მე ფეხით ჩამოვიარე და მართლა ანუ გაქირავებულია რაღაც ბიზნეს ეზოზე ესე რომ თქვა და ეს ადამიანები არ არიან ქართველები და უბრალოდ ცდილობენ ხო რომ ფასადი შეუცვალონ და მართლა ბევრ ადგილზე ესე სხვა რაღაცებიც ეწერა. და ანუ დაუშვი რომ რავი არ არის აუცილებელი ყველგან ეწეროს რა, ყველგან არ არის აუცილებელი სულ ეწეროს. ანუ ის მესიჯი შეიძლება ითქვა და წაიშა და მოკლედ გული არ დამწყდა ამ ყველაფერზე, ესე რომ არ გაუბრაზებულ ვარ. გული რა თქმა უნდა დამწყდა. მაგრამ არ გაუბრაზებულ ვარ. შენ ერიდები ხოლმე სოციალურ ქსელში აქტიურობას და მახსოვს რომ მაგ დღეს პოსტი მიუძღვენი ასე რომ ცოტა გაბრაზდი კიდევაც. ხო, ანუ იმიტომ რომ მაგას მანდაც მივიდეთ თუ გინდა. აი რომ მინდა რომ ხე დავაკავშირო რა, როგორც მაგ კედელზე დაწერდნენ თუ წაშლიდნენ დიდად არც გიორგის არ გაზრდიდა ჩემ თვალში, პირადად ჩემ თვალში. და დარწმუნებული ვარ გიორგი რომ რაღაც დელისის ქუჩაზე კედელზე დაწერეს ეგ ზოგადად ერს არაფერს არ მოუტანს ან მისი წაშლა აი ეგრე უყურებ მის ნათქვამს გააზრებულად თუ მიუდგებით თუმცა რა მავნებლობა დევს მაგაში ეგ სხვა საქმეა და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გონია ესეთი რაღაცა რა ანუ წეღან როგორც დავიწყე თავიდან რო ვთქვი რომ ვერ ბედავდნენ და ეხლა უკვე სახელებიც ანუ გიორგის ახსენებენ და გიორგის ოჯახის წევრებს ხო და ეხლა პირდაპირაც რო დავჯდეთ მე და ეგ ადამიანი და ვისაუბროთ პირველ რიგში იმ კითხვას დავსვამდი რომ თუ იცოდი რას ამბობდი მაშინ ისიც უნდა და არ გინდოდა ეს ყველაფერი მაშინ ორი აზრი ან მინიმუმ ორი აზრი რატო დარჩა შენს ნათქვამს ხო რომ იმიტომ რომ ადამიანები ხო დღეს ჩემ მეგობრებში ვამბობ ხო ანუ ხო რაღაცნაირად გავიყავით არ გავიყავით აზრი გაიყო და პოლარიზება მოხდა პირდაღებული სიტყვა მეგობრებში საუბრობდით და სანამ მე ვიტყოდი ჩემ აზრს და მაშინ სხვანაირად მქონდა აზრი ჩამოყალიბებული ჩემო მეგობარმა დამასწრო და აი რა თქვა ეხა ცუდიო ეხა ანუ სადმე რამე თქვაო რომ შეურაცხყოფა მიაყენაო მაგ ადამიანსო და მე მეორეს მოусვინე უკვე ერთმანეთში და მე დავრჩი მესამე პირად ეს გვერდიდან უყურებს და ამ აზრი გამოვიტანე რომ აი ეს აზრი რატო გაჩნდა მაშინ თუ სწორად იყო ნათქვამი ხო ხო და მე არ ვარ პოლიტიკოსი არც გიორგი ყოფილა პოლიტიკოსი თუმცა მისი დანატოვარი ეს სიტყვა და სააქციელი და გმირობა პოლიტიკოსებსაც უყვართ რომ გამოიყენონ კარგათაც ცუდათაც და ჩვენ მით უმეტეს მე ჯარისკაცს დანარჩენ ჯარისკაცებს გვაქვს ვალდებულება რომ სპეკულაციებს არ ავყვეთ. შეხედე ჩემ პოზიციასაც ბარემ აქვე დავაფიქსირებ მაგაზე. როგორი ამბავი არის გმირი, იმიტომ არის გმირი, რომ ის არის ჩემი რწმენით ხელშეუხებელი რა მან თავისი ცხოვრებით და თავისი აღსრულებით დაიმსახურა რომ იყოს ეროვნული გმირი. ამიტომ, როდესაც ერთი პარტიული ძალა ცდილობს რომ ამ გმირის სახელი გამოიყენოს მეორე პარტიული ძალის დისკრედიტაციისთვის, ეს არის კატეგორიულად და აბსოლუტურად მიუღებელი. განა იმიტომ რომ
გიორგი ანწუხელიძის ამითი რამე დააკლდება, ვერაფერს ვერ დააკლებენ. უბრალოდ ეს არის, რაზეც შენ თქვი, თავი რაც ეჭვი გამოთქვი, რომ რაღაცა მიზანმიმართული ნაბიჯებია იმისთვის, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში გაფერმფრთალდეს და მისი ქცევა რაღაცა მიეწეპოს რომელიღაცა პოლიტიკურ ფიგურას. ეს არის ამორალური და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის მით უმეტეს, როდესაც შენ კომისიას რაღაცა ის ქვია კონკრეტული პოლიტიკური ძალის პერიოდის გამოძიება და ამასთან რო აწებებ ამ თემას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თორე ხა ვიღაცა პოლიტიკოსი, მეორე პოლიტიკოსი რო რაღაცა სიტყვის, ეგ მაგათი საქმე არის და მაგათი პარტიული გარჩევები არის და არანაირი ნოლი მნიშვნელობა აქვს მაგას რა, მაგრამ როდესაც ადამიანმა თავისი ქცევით, თავისი ცხოვრებით დაადასტურა, რომ ის არის ამ ქვეყნის ეროვნული გმირი, მისი სახელით სხვა პოლიტიკურ და პარტიულ ძალაზე შურისძიება აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური საქმე. მეც ეგ აზრი რჩება რატი, რომ ანუ პირველ რიგში ხშირად რაც მესმის ხოლმე რა, ჩემთვის გულდასაწყვეტად, ეს არის როდესაც აი უშუალოდ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს, ერთ-ერთ ადამიანს და მის მმართველობას დააბრალებენ ხოლმე, რომ ეგ რო არა გიორგი ოჯახში უნდა ყოფილიყო. რაც თქვა პრინციპში, ხო? არ ვიცი, ნუ ეგ დამიტოვებია ადამიანებისთვის ყოველ შემთხვევაში არც გიორგის უფიქრია მაგაზე, რომ დარწმუნებული რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის გამო შვებოდა ამ ყველაფერს, რავი, თავის ქვეყნისთვის თქვა, ის კონკრეტული ადამიანი, ვინც გიორგიზე ეს თქვა, რო ყოფილიყო სათავეში და გაეცა იგივე ბრძანება, გიორგი ისევ ის გიორგი იქნებოდა იგივე საქციელით. ხო, ერთი ეგ არის და მეორე ზოგადად რო აი ცდილობენ რომ აი გააფერმქთალონ და რაღაცა დაწიონ. მე როგორ უყურებ, იცი, აი იმ პერიოდში როგორც თავიდან ვახსენე, ვერ ბედავდნენ რამის თქმას და ეხლა უკვე ნელა შიშულდება ეს ყველაფერი და რაღაცნაირად უფრო ბედავენ. მე როგორც ქართველს, როგორც ჯარისკაცს, როგორც რავი გიორგის მეგობარს, შვილის მამას, რომელიც ზრდი ქართულ ღირებულებებზე, ვცდილობ რომ დავაჯერო და ისტორიის მცოდნეს, რავი, რაღაც დონეზე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქე დონეზე ხო ვიცი ჩემი ისტორია. მჯერა რომ დღევანდელი რაღაც გეოპოლიტიკური და მხრიდან, იმიტომ რომ სოფიო გაგიჟდა და რაღაცა ჩვენ ალბათ ისე უნდა შეუბრუნდეთ ჩვენს მეზობლებს და იქნებ ჭკუაზე მოსულები არიან და ჩვენ ძმაკაცობა დაინახონ და მეგობრობა და ჩვენი ფასი ამ პოლიტიკით აზროვნებენ მგონია, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაც ნამუშევრები გაკეთებული აი რაღაც ჩვენ გეოპოლიტიკურ რაღაც შავი ზღვის აუზში მყოფ ქვეყნებზე, მათ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის დამოკიდებულებას მათ მიმართებაში ძალების დემონსტრაცია და რაღაცნაირად ხა რუსეთი რო დომინანტი ძალაა და კეთილთვისებიანი რო იყოს რუსეთი რა ჯობია მასთან მეგობრობას და ეს ისტორია ცუდი მასთან გამოსვლება რო არ ქონდეს და იცოდეს ჩვენ როგორ მოგვექცეს მაშინ მართლა რა ჯობია, ხო? თუ რო განვითარებული არის ის და თქიდა. ხო, და არის ის და არც არ ცოდნია და არც ეხა რო ჩანს პირი რომ აკეთებდეს და შესაბამისად ჩვენ ეხა მას ვერ მოვერგებით, არც ვერც ვერ მოვერგებულ ვართ. საქართველოში ყოველთვის იყო ფეხზე და იატაკქვეშეთშიც და რავი, დამამტყიდან ესე ვთქვათ, ტყეში დამალულებით, რომელიც ებრძოდნენ მათ მომხრეებს და თვითონ რუსეთს თუ საბჭოთა კავშირს და ანუ რისი თქვა მინდა რომ დამეკარგა აზრი პრინციპში იცი მე ეხა მინდა რა თემას დავუბრუნდე ეხლა მოახსენე აი მაგ შორის აი ეს ასე ჩვენ ეხლა ამბობდი და მე როგორც მივხვდი ამბობდი რომ კოლექტიურ გონში კოლექტიურ მეხსიერებაში უნდა არსებობდეს და ეს უნდა იყოს მათ შორის ჩემი აზრით მაგისი ასე ვთქვათ მაგის ნაბიჯი იყო შენი ნაბიჯი იყო სწორედ რომელიც იგულისხმებოდა ვარჯიში გიორგი ანწუხელიძე ვინც ახლა ამ თემებით დაინტერესებული ადამიანები შეიძლება იცოდეს კიდევაც რომ იქ იყო რაღაცა ძრები წავიდა თუმცა მე იყო რაღაცა შეფერხებებიც და თავისთავად ანუ შენ შეიძლება ახლა უფრო ტექნიკურ საკითხს დააბრალო ეგ ამბავი და უფრო ფიქრობდე რომ სხვა პიროვნული თუნდაც თემებია მაგრამ ის რომ ინსტიტუცია არ აყვა ამ ინიციატივას ჩემთვის მათ შორის არის იმის მიმანიშნებელი რომ მაინც ცდილობენ რაღაცა უფრო უხეშიტება და დაბალ გაზზე გაიაროს ამ ყველაფერს კი ხო ფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში აი ვარჯიშს რომ მოვყვეთ
ნუ არის ესეთი ვარჯიში CrossFit-ში, ან CrossFit-ი ხო რაღაც სპორტის ერთ-ერთი სახეობა არის და მაგ ესე ვთქვი ამ სახეობაში ამ ვარჯიშებში, ამ სპორტში არსებობს კონკრეტული რაღაც 1 საათიანი ვარჯიში, რომელიც ყველა ვარჯიში 1 საათიანია თითქმის, მაგრამ ერთ-ერთი ვარჯიში არის გმირის სახელის მატარებელი რა. და ეს იყო, ესე ვთქვათ, საწყისი აზრი აქედან ავიღეთ, რომ აი რატო არ შეიძლება გავაკეთოთ გიორგის სახელი, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ყოველთვის იმის ფიქრი, რომ მე სხვა უნდა გავაკეთო რაღაცა გიორგის სახელისთვის ფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო და ვერასდროს ესე კონკრეტულად ვერ, მაგრამ ეს რაღაც ესე უცებ მოხდა სხვათა შორის, რომ ვივარჯიშეთ კონკრეტულად იმ ამერიკელი გმირის სახელობის ვარჯიში, ვიფიქრე, რომ უი გიორგის სახელობის ვარჯიშიც ხო არ შევქმნათ. ნუ CrossFit-ი ზოგადად პირველად გავიცანი ამერიკაში საზღვაო ქვეითებთან როცა გავდიოდი წვრთნას, მაშინ იყო ეს ელემენტები შემოტანა და პირველად მაშინ გავიგე. ნუ ძალიან ისე და მომწონს ეს სახეობა და აქედან გამომდინარე საქართველოში უკვე როცა პირველი ნაბიჯები როცა იდმებოდა ამ სპორტში CrossFit-ის ინსტრუქტორი ერთ-ერთი ივიკო ერგემლიძე, მასთან ეხა ჩემპიონატზე გადის მგონი ამ ხო, ეხა მიდის ამერიკაში და მასთან ერთად ვარჯიშობდი და ნუ ისიც ძალიან ისეთი მოტივებით არის მოკლედ ეს პატრიოტული, ეროვნული და ერთად ვიყავით სხვათა შორის, როცა თას დაერქვა სახელი მწვერვალს. და მასთან გავაჟღერე ეს აზრი, რომ აი მოკლედ აი ის თუ არის, მოდი გიორგის უარი რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქო და ნუ იფიქრა მეორე დღეს მეუბნება, რომ მე მგონი უკვე ვიცი რასაც გავაკეთებო, რომ დეტალები მჭირდებაო, რომ როდის დაიბადა, ანუ ჩვენი აზრი ის იყო, რომ ვარჯიში ანუ ეს ვარჯიში რას გულისხმობს ასე? ხო, ანუ მაგას ვამბობ, რომ გიორგის დიდება იყო ან დიდება, ნუ მაშინ არ იყო, რომ ვიღაცა პირიქით იყენებდა, ეხა არის რაღაც შეიძლება მეორე ვარიანტი გაჩნდა ქების მეორე მხარე, რომ რაღაც ტყუილად ხო არ მოხდა ეს ყველაფერი. ნუ ესეთი აზრი რატო არის, არ ვიცი, მაგრამ გაჩნდა ყოველ შემთხვევაში და მე მაგიზიამდა ყოველთვის აი მარტო სუფრაზე და რაღაც აი ფეხზე ადგომით და სუფრაზე და ზემოდან დგომით ხმას, რომ უფრო მეტი აზრი ქონოდა. იქნებ სპორტში შეგვეტანა, ამიტომ რომ ნახე, ყველა არ სვამს, ყველა სუფრაზე არ არის, ზოგს არც უყვარს და მე ივიკოსთან ვარჯიშით, ანუ მაგასთან, ან მაგ დარბაზში მოხვედრით, გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იყვნენ სპორტულად აქტიური ადამიანები. სპორტსმენები, თბილისელი გოგობიჭები, რომლებიც რამოდენიმე საერთოდ არც იცოდა გიორგის შესახებ, ხო? ანუ ეს ეხა და ეხა უკვე ეს არ იყო მარტო სპორტსმენები, ხო, როგორც ვთქვი, ჩვეულებრივი ჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დაინტერესებული ხო ადამიანები და ნუ რამოდენიმე მაშინ შევეცადე რაღაცა უფრო ჩემ მხრიდან ივიკოს KG ქვია ესე, მასთან ესე გაგვეკეთებინა ანუ რაღაც შემიწული შემეტანა ესე რომ ვთქვა და აი დადიანი რო არის ჩემთვის გმირია ეს ადამიანი ის დადიანი მივიყვანე ანუ პროტეზებით ივარჯიშა და ესე ვთქვათ გავაცანი იმათ ეს ადამიანი და ამ ადამიანს უფრო სხვა ჯარის გარე ადამიანები და მე უკვე ვცდილობდი რომ რაღაცა ყველას ცოდნოდა გიორგის სახელი და დავჯექით რამოდენიმე ადამიანი და გავაკეთეთ ესე რომ დავუშვათ რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა, რომელ წელს დაიბადა. ანუ ეს ყველაფერი მარტო საზეოთ რო ყოფილიყო და დავუშვათ ცოდნოდათ ადამიანებს და რაღაცნაირად ინფორმაცია ანუ ბიომეტრიული მონაცემები გადავიყვანეთ ვარჯიშის სეტებში თუ ან რაოდენობაში თუ რამდენჯერ უნდა აგეწია კონკრეტული წონა თუ რამდენი მეტრი უნდა გერბინა რა და პირდაპირ როგორც პრინციპში იმ ამერიკულ ვარიანტშია თითქმის იგივე გავაკეთეთ აქაც და ნუ თუ იმეს კითხვა გაუჩნდება შემდეგში და ეს ვარჯიში არ არის ესე ძალიან მივიწყებული ხანდახან სრულდება ხოლმე თუმცა ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ ეს ტალღა მინდოდა რომ ცოტა მეტად წასულიყო და ამის წინაპირობაც ის იყო რომ კოვიდი იყო და
თითქმის ყველანი რაღაცა ესე გადასულები ყავით ვარჯიშზე თუ სახლში ვარჯიშზე თუ ასე შემდეგ, რაღაც პატარა ეგრეთ წოდებული ჩელენჯიც გამოაცხადეთ, თუმცა ეს ვარჯიში რო შედგა და ცნობილმა ადამიანებმა შეასრულეს, რამოდენიმე ტელევიზიამ ეს აიღო და გააკეთა ამაზე ინფორმაცია, მიაწოდა საზოგადოებას, რაღაცნაირად ეს ტალღა კარგად წავიდა, ну, ჩემი მეგობრების თუ ჩვენი მეგობრების დახმარებით. ბოდიში გაგაწყვეტდეთ, ვისაც გაინტერესებთ კონკრეტულად რა ტიპის ვარჯიშია და რამდენი რა და რა წვენით უნდა გააკეთოთ, აღწერაში დავდებთ კონკრეტულ მონაცემებს და თუ კი თქვენს გააკეთებთ, გადაიღებთ და ამ ვიდეოს გაგვიზიარებთ, ხო, კარგი თუ არა და თქვენთვის ისე მაინც გააკეთეთ, ნახეთ რამდენად გამოგივათ ანწუხელიძის ვარჯიშის შესრულება. გააგზელე ხა ეს ტალღა აგორდა და ტალღა აგორდა თუ არა მე ანუ არ მოგიეტყობთ და ეს პეტები ვიცუბროთ მინდა თორნიკეს ხარ მოვისმენთ მან როგორც კი აგორდა პირველივე წინააღმდეგობაც შეგხვდა ხო ნუ ეხლა მე წარმოგიდგენ მე ძალიან ჩემი ოჯახია ესე ვთქვათ თავდასხმით დღემდე ხა ალბათ სამ თაობა არ გამოიცვლება ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ანუ ესე ვთქვათ დავრეკო თუ რო შევხვდებით ერთმანეთს იგივე რაღაც ემოციებით ჩავიხოდოთ ერთმანეთს მოვიფეროთ მოვიკითხო ჩვენთან რა ხდება ამის უფლება მაქვს რო ვთქვა და ნუ იმედი მქონდა რომ ამ ვარჯიშს ნუ თან გიორგის სახელი ერქვა არანაირი კომერციული დანიშნულება არ ქონდა რა თქმა უნდა ანუ ეგ პირველ რიგში იქნებოდა ჩემს დაბრკოლება და უბრალოდ იყო რომ აი გიორგის სახელი რაღაცნაირად უფრო სურპრიზ და საძილოს გარდა რაღაცნაირად ჯანსაღი წესი გაგვეტარებინა თუნდაც ერთ ტალღას გადაიარა რა და ეს ჩელენჯი თუ გახსოვთ აი რაღაც აი იწვევ რამოდენიმე ადამიანს რომ ეს ვარჯიში გააკეთოს ნებისმიერ თუ ვერ გააკეთეს ბოლომდე ეგეც არ იყო პრობლემა და სხვათა შორის და დავიწყე ანუ ჯერ მე არ მიყვარს ადამიანი დაავალდებულო რაღაცით თვითონ აი მე და შენ რო საუბრობთ ამას რო ვიტყოდი უი ეგ ჩელენჯია და გამომიგზავნე მე გავაკეთე შეიძლება ვერ გავაკეთო მაგრამ დავიწყებ მე ვერ გავაკეთებ ხო ხო და ესე ძირითადად ესე იყო და მე არ იყო გამოხმაურება თვითონ სამხედროების სხვათა შორის ცირეკიძე იყო რომელმაც პირველად გააკეთა გამოხმაურება და გავაკეთება იყო რამოდენიმე ოფიცერი რომლებიც სულ ვიცი რომ ამის შიში არა აქვს თავიანთი აზრი გააჩნიათ და არ არიან ესე ვთქვათ მონური აზროვნების მაგრამ დანარჩენებისგან არა ჩემი მეგობრებისგან არავინ არ მეხმიანება არავინ არ ამაზეა კომენტარს არ აკეთებს ვიღაცები ანუ ამ პოსტზე ნუ რა თქმა უნდა სოციალურ ქსელს ვიყენებდით იმიტომ რომ ეს ხო ნუ გავრცელებული ცნობადობა ყოფილიყო და ადამიანი ხა დღესაც ყველა გაიგებს ვის გაიგოს აი იქ პოსტზე რო არ გეხმიანება და მე პირადში წერს იმიტომ რომ ვალდებულება აქვს რომ რაღაცნაირად აზრი გამოხატოს შენ შეგაქოს ან რაღაცა შენიშნა მოგცეს ყველანი წერენ პირადში და ეს ჩემთვის იმას ნიშნავს ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ იქ იმიტომ არ წერენ რომ ან არც გილაიქებენ რაღაცა იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები ვინც ამ ლაიქს სკრინშოტს გაუკეთებენ მიარბენებენ ხელმძღვანელთან და აი ამან იმას ეს ლაიკი გაუკეთა და ლაპარაკია ანწუხელიძის ვარჯიშის გაფიარება და ამაზე არც მიფიქრია საერთოდ და მე ანუ უცებ ერთ-ერთი ადამიანი მეხმიანება და მეუნება რომ ანუ მიხვდა რა ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანი მითხრა რომ ანუ არ გეგონოსო რომ მეო ვიცი რომ პირველად თუ არა 10 ოღონდ მაინც ყავრო ვისაც ვისგანაც ელოდები რომ ეს ვარჯიში შეასრულოს იყო ავღანეთიდან შესრულებები მისიაში ძალიან ბევრი ადამიანს შეასრულა მაგრამ ჩემთვის გასაკვირი იყო რა ვიღაცა კომპეტენტები არის და არ გეგონოსო რომ უბრალოდო აიო კონკრეტულადო ერთ-ერთ თათბირზეო იყო განხილვაო რომ რაღაც თორნიკემ თვარაძემ გააკეთა ანწუხელიძის ვარჯიშიო და რაღაცა იქო Facebook-ზე ავრცელებენო და Instagram-ზეო და რაღაცა ერთი ამბავიაო და ეს მატრაკვეცობა და ეს არ არისო საჭირო მოკლედ რა ესა თუ იმეს ვარჯიში უნდაო ამოდის აქ ეს იყო უბრალოდ ესე არ უთქვამს მითხრა რომ გაიცა ბრძანება ნუ სიტყვიერი სადაც ითქვა რომ არ დავინახო ვინმე ჩაერთოთ ამ იმას რაღაც Facebook-ის ვიდეოების გამოქვეყნებაში და არ არის საჭირო მოკლედ და მოკლედ აი ამას ვერ იდებიო და ნუ მე რამოდენიმე სხვა ადამიანები დამეკავშირდნენ და ერთ-ერთი მიგზავნის
ამ საერთო ჩატში ჩაგდებულ voice რო კონკრეტული ადამიანი. ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირდაპირ ესე მოუწოდებს ეთქობა ეს დაეზარა შეკრებაც კი და მოუწოდებს რომ ზუსტად იგივე სიტყვებით რომ იმას თვარაძეს რაღაც ვარჯიში გაუკეთებია. იმიტომ რომ მივხვდი რომ ცენტრალიზებული იყო ყველა ვიღაც კონკრეტულმა ეს მიიღო სადღაციდან ან ნახა თვითონ ეს ყველაფერი და მე გადაწყვიტა რომ გაევრცელებინა და ეს მესაჯი მოვიდა გაკეთებული ვარჯიში არ გაიმეოროთ. სხვათა შორის ყველაზე მაღალი წოდებით და თანამდებობით ვინც იყო ამ ვარჯიში მონაწილე ვინც მიიღო და ეს ჩელენჯი მიიღო ჩვენთან მოვიდა თვითონ და ვარჯიში შეასრულა იყო გენერალი ჯანჯღავა. პირდაპირ მოვიდა ივიკოს კეიჩში ხო ანუ ინდივიდები მაინც ივიკოს მადლობა უთხრა თავდაცვალების და გიორგი ანწუხელიძის სახელით, როგორც მის თანამებრძოლმა, თვითონ ჩვენთან ერთად ივარჯიშა, ვიდეოც გადაიღო და თქვა კიდეც, რომ კარგი იქნება თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ ყველაფერში და ეს ჩემთვის დიდი мотиваცია იყო. გენერალი კაცი. ხო, ივიკოსთვის мотиваცია იყო, დანარჩენებისთვის мотиваცია იყო. გენერალი ჯანჯღავა ხო იცი, ჯანჯღავა ხო იცი, ყველამ რო იცის. რო არ იცის, იმანაც იცი ჯანჯღავა დღეს საქართველოში გეკითხებიან ხო ჯანჯღავა მართლა დაიკარგა ჯანჯღავას ლეგენდა რეინჯერებში და თუ ხო რაღაც რეინჯერებში და მე ინსტრუქტორი ნახა და მოიყვა რაღაცა ხო ლეგენდები რო არის აი ეს ვარჯიში მოკეთ გაჩერდა ანუ ყოშოდ კი არ გაჩერდა ტალღით მაინც გადაიარა ხო ტალღად არ მაგრამ გულის წვეტა იყო და გაკვირვება იყო ჩემგან თუ თუმცა მანდაც ვიტოვებ ჩემთვის აზრს რომ რაღაცა მიზეზი ქონდა ეს მე ვერ ხვდები და მინდა რომ ვინმე პასუხი გამცეს ამას შედი ოპტიმიზმი ძალიან ისეთი არის მიუწვდომელი მაგის გარეშე ალბათ ესეთია და ბოლოს ესე რომ შევაჯამოთ პრინციპში თითქმის ყველა ეტაპში შევეხეთ კიდევ ერთხელ დიდება მის ხსოვნას მოკლედ რომ შეაჯამო შეთვის როგორც აი ამ ინსტიტუციის წარმომადგენლისთვის რა ნიშნულობის არის საზოგადოების დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ. რაც ახლა მოყევი შენი ქმედებები, შენი ცებებით იგივეთნაც ამ ვარჯიშში პრინციპში მეტნაკლებად აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა აი შეჯამების სახით რომ რამდენიმე წინადადებით ეგეც შეგუჯამა. შეჯამების სახით რო ვთქვათ, ანუ გმირის სტატუსი ვიცით ხო, ანუ ღირებულებების, ანუ შეიძლება გიორგის საერთოდ არ შეიძლება კი არა დარწმუნებული არც უფიქრე იმაზე რომ გიორგის ვიდეოს გადაუღებდნენ მე ეს ამას ერი ნახავდა მას როგორც ეროვნულ გუნდს გამოაცხადებდნენ და ასე შემდეგ და უბრალოდ არ მგონია რომ ეს ეფიქრა უბრალოდ იმ ადამიანმა იმ მომენტში ბევრმა არ იცის რა ხშირად ხდება ხოლმე აზრი რომ დროშას არ აკოცა და თუ და დროშას არ დააბიჯა ფეხი მაგრამ ანუ ხშირად არის ხოლმე გმირების რაღაც ოვერ რაღაცას და ანუ რაღაც 3 მეტრი იფრინა და მე იქედან ანუ ეგეთი მარველის სუპერგმირად გამოვა ხო რაღაც ხო აი მარველის სუპერგმირებამდე მიყავთ რაღაც არა გაურკვეველ ადამიანებს რომლებიც წერენ რომ აი თითქოს მიჩვეული არ ვიცი შეიძლება ეს რაღაც მიმდევრობაა ეგეთი და სტილია მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს მართლა კონდეს ესეთი გმირობა ჩადენილი არა გიორგისნაირი შეიძლება არა ან მაგაზე მეტი სიცხა ესე ვთქვათ ძლიერი ეფექტით ან რაღაც ხო ხდება ხა გიორგის ვიდეომ თვითონ და ფაქტმა თავის დაიცვა ესე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ ვერაფერს ვერ დაამატებ რა ხო ნუ ცოტა აზრი თუ შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ნუ გაფუჭებული ტელეფონის ვარიანტი რომ ან უყურა, აზრი ვერ გამოიტანა, იმას მოუყვა და მაგიტომ მოდის ხოლმე რომ აი დროშას ფეხი არ დააბიჯა, მაგრამ რეალურად ხა ვიდეოში რაც არის ეგ არის რა, ანუ გიორგის პირდაპირ ეუნები, ანუ გატეხილი ქართულით მიწას ეკოცე, ანუ უნდათ რომ მიწისთვის ეკოცნა და ეს მისთვის დაუნცირებელი იყო, სავარაუდოდ და უფრო ვფიქრობ რომ იყო დაუნცირებელი არა იმიტომ რომ მიწას მე მაგალითად ჩემ მე რო ყოფილიყავ ვიტყოდი რომ ვაკოცები და ვიტყოდი რომ ჩემი მიწაა და უკოცნე ამით უფრო მეტად გავამწარებდი ალბათ მაგრამ იმიტომ რომ ცხინვალში მოხდა ეს ყველაფერი და გიორგიმ უბრალოდ იმიტომ არ გააკეთა რომ ისინი ეუბნებოდნენ და ანუ პრინციპის ამბავი იყო და არ გააკეთა ანუ მისი ღირებულება იყო რომ ანუ ვიღაცის ანუ რისკითება არ მიეთითება არ გაეზრებინა და შეესრულებინა და
ჩვენ არ ვასწავლით წუთნის დროს ჯარისკაცებს როგორ უნდა იყვნენ გმირები, რა ჩვენ ჯარისკაცებს ვეუბნებით, რომ ერთადერთი რაც შეიძლება წუთნებში გაიგო, ეგ არის რომ შენ გაქვს ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში უფლება თქვა ესა და ეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა ესა და ეს. სად არის შენი ქვედანაყოფი, რა ლოკაცია არ უნდა გასცე და რა ადგილმდებარეობა, რომ იმიტომ რომ შენ ერთი ხარ და შენ ჯობია მოკვდე და თავი შესწირო, ნუ ჩვენ ალბათ მაგის გამო გმირობას მოგცემენ და გაგიხსენებ ძმაო, მაგრამ 1000 ადამიანს გადაარჩენ. ნუ ეს იყო გიორგის მეორე აზრი, ალბათ რომ არ გასცა ის ინფორმაცია, რაც ქონდა ალბათ თავის ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის და თავარი, რაც ალბათ უფრო მეტად ქართველი მაგას გაიგებს და უფრო მეტი ქართველობა მაგაში არის, რომ ტრის ნათქვამი არ შეასრულა. ეს არის ჩემთვის გიორგი მთლიანად. ანუ ეგეთი იყო და ზუსტად ვიცოდი რომ მაგას გააკეთებდა. ნუ ეხა მე ზუსტად ვიცი ეხა რომ მაგას გავაკეთებ მაგის ადგილზე, მაგრამ იქ რომ მოხდა მე ვინ გააკეთებს, არავინ არ იცის. გიორგიმ გააკეთა და აქედან გამომდინარე გიორგი თავის სახელის მატარებელი. ბატონო, დიდება გმირებს, დიდება მათ ხსოვნას, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ვარსებოთ როგორც სახელმწიფო, აბსოლუტურად მათ სისხლზე დგას ეს ყველაფერი, კონკრეტულად გიორგის და სხვა უამრავი მისი თანამებრძოლის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის არსებობისთვის შეეწირა. დიდება მათ ხსოვნას, იმედი მაქვს, რომ თქვენც გაიგეთ რაღაც ახალი გიორგის შესახებ, პრინციპში მე მიუხედავად რიტორიკასთან მილაპარაკე რაღაცებზე, იყო რაღაც სიახლეები, რაც მოვისმინე, ასე რომ ვინც როგორ არ უნდა იცადოს, ვერ წაშლის ამ კვალს, ვერ გააუფასურებს და ვერ გადღაბნის და გაბლარავს რაღაცა აბსოლუტურ გაუგებარ პარტიულ დაპირისპირებაში. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე დავასრულებ რაღაცით უბრალოდ ანუ გამოგრჩა რომ გიორგის სახელობის მწვერვალი არსებობს, ან კონკრეტულად ესე რომ გვეთქვა, მაგასაც ანუ მაგის ვიდეოს ფილმშიც არის გიორგი ანწუხელიძეზე დოკუმენტურ φιλმში და ასევე რაღაც მონაკვეთზეც შეგვიძლია ლინკით ჩავდოთ აღწერაში და მეტი პრინციპში არაფერი მაგის თქმა მინდა, მეგონი ვარჯიშზე ვისაუბრეთ, ანუ ვარჯიში მწვერვალი ფილმი და ფილმი ხო და ეს ვარჯიში სხვათა შორის ძალიან ბევრმა უცხოელმა გააკეთა, ჩემო კურსელებმა, ამერიკელებმა, გერმანელებმა, ძალიან ბევრმა. და თუ იმეს უნდა შესრულება და ის თავიდან დაიწყოს, ეგეც შეიძლება. დავდებთ მონაცემებს რა უნდა გააკეთოს. და ხო, და კარგად თქვი, მე გიორგის ოჯახს და გიორგის მარტო, ანუ დანარჩენ სხვა გმირები ძალიან ბევრი ყავს. 2008 წლის საზრე ვიზახი წლის მოვლენებზე, იმიტომ რომ მე ვისაც ვიცნობ ამ შემთხვევაში. ან მას ვიცნობდი, ან შემდეგ მისი ოჯახის წევრები გავიცანი, დღეს უკვე დიდი ბიჭები და გოგოები არიან, ისეთი რომ აზრი მოეკითხებათ, ისე რომ უკვე საზოგადოებაში თავიანთი როლი აქვთ ქვეყანაში, ზოგი შეიძლება მუშაობს და ზოგი წარჩინებული მოსწავლეა თუ სტუდენტი და მინდა რომ რაღაცნაირად ისე არის რა, მე ფიქრობ რომ არ უნდა იყვნენ ჭდილში დანარჩენი გმირები. გიორგის ანუ გიორგი იმიტომ არის ხშირად ესე რომ ვთქვათ თვალში და ყურში დღეს რომ უბრალოდ მისი ესე რომ ვთქვათ ვიდეო იყო არსებობს და რაღაცნაირად ეს მყარი არგუმენტია კარგი მხარისთვისაც, ცუდი მხარისთვისაც რომ გამოიყენოს, ან ცუდად გამოიყენოს და დანარჩენ გმირებსაც მინდა რომ დიდი თავი დავხარო მათ წინაშე, მათი ოჯახის წევრების წინაშე და ისე ყოფილიყოს, რომ საქართველოს გმირები არ დაჭირვებოდეს ასეთ ტიპის გმირები და მშვიდობა ყოფილიყოს და რავი არ გქონოდეს ამაზე საფიქრალი და ბოლო გმირები ყოფილიყვნენ ჩვენს ისტორიაში. მშვიდობა თავისუფლებაში, თავისუფლების გარეშე მშვიდობის ფასი არ აქვს და რა თქმა უნდა გიორგი არის კრებითი სახე ყველა სხვა გმირის. ზუსტად იმიტომ რაც შენ თქვი რომ მისი ვიდეო არსებობს რა. ხოლო გიორგი ანწუხელიძეს რო ახსენეთ კი ის თავის წარმოადგენს, თუმცა თავის გარდა ის წარმოადგენს სხვა გმირებს, რომელიც ამ და სხვა ნოჩდაყუყულა და ასევე ქართველი ერის და ქართული ერის უდრეკობას.
მადლობა, ნახვამდის, შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს ჩვენ ისევ ომის თემატიკაში ვიწყებთ და ამჯერად უკვე თორნიკე თვარაძის ომს მისი დაჭრის ამბავს და ზოგადად აი ამ ომზე, რომელიც 2008 წლის ეპიზოდი არის, რუსეთთან საუკუნოვანი ომების 2008 წლის ეპიზოდი, მე ასე ვეცახი. ამაზე ვისაუბრებთ ნახვამდის მომავალ შაბათამდე. მომავალ შაბათამდე, ნახვამდის.